მოგესალმებით. ეს არის გადაცემა შეუზღუდავი სივრცე, რომელიც თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ორგანიზებითა და ნედის მხარდაჭერით მზადდება. მე კი მისი წამყვანი ანი დოლიძე ვარ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სასაუბრო თემა იქნება უფასო სასადილოები და ბათუმის მუნიციპალური სასადილოს ხელმძღვანელი ბატონი ბადრი გოგიძე იქნება ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით ბატონო ბადრი, მადლობა მოგზაურობისთვის. პირველ რიგში მაინტერესებს, რამდენი ხანია რაც ამ დაწესებულებას ხელმძღვანელობთ? მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. თქვენ არასწორად მუნიციპალური სასადილოები შეიქმნა 31 იანვარს, მაგრამ შემდეგ სასადილოების გარდა დაგვემატა პროგრამა ღამის თავშესაფარი და ამიტომ ჩვენი სახელი არის ახლა IP ქალაქ ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტო. გასაგები, ანუ ორ პროგრამას ახორციელებთ. ორ პროგრამას ვახორციელებთ. შეიქმნა 31 იანვარს, მოგახსენეთ წინა წელს და ფუნქციონირება დაიწყეთ 1 აპრილიდან. მაგალითად ერთი ადამიანის გამოსაკვებად დღეში რამდენი თანხაა განკუთვნილი და თქვენი აზრით ეს თანხა არის თუ არა საკმარისი? იმ მოცემული მენიუთი რაც დღეს გვაქვს და მოგეხსენებათ რომ მენიუ გაწერილი არის სოციალური ჯანდაცვის მიერ, ის კალორაჟობაა დათვლილი, რომელიც ადამიანს სუტყვის განმავლობაში ჭირდება. ამით გამოყოფილი გვაქვს ლარი და 71 ადამიანზე და რა თქმა უნდა, დღეს მდგომარეობით საკმარისია. ამ თანხის დადგენაში და მენიუს დადგენაში თქვენ ღებულობთ ხო მონაწილეობას? არა, ამ თანხის დადგენაში ჩვენ შეიძლება მივიღოთ, მაგრამ ეს მენიუ ჩვენ დაგვხვდა. ეს ჯანდაცვის მიერ აღიარებული კალორაჟობაა, რომელშიც შედის ის კალორაჟობა, ცხიმების, ცილების, ნახშირწყლების რაოდენობა, რომელიც ადამიანს დღის ერთი სუტყვის განმავლობაში ჭირდება. აქედან გამომდინარეობს იმ პროდუქტის ჩამონათვალი, რომელსაც ჩვენ ვამზადებთ, რომელთაც საკვებს. მე შეგახსენებთ, რომ ეკრანზე გამოსახულია ფოტოები სასადილოს, რომლის ხელმძღვანელიც ბატონი ბადრი გახლავთ. ეს ერთ-ერთი სასადილო? დიახ. ბატონო ბადრი, აჭარის მასშტაბით სულ რამდენი სასადილო არის დღესდღეობით? აჭარის მასშტაბით მე ვერ გეტყვით, მაგრამ ბათუმის მასშტაბით გვაქვს 5 სასადილო. ერთი არის მახინჯაურში და ხელვაჩაურში, შემოერთებული ტერიტორიები, რასაც ქვია, ხელვაჩაურში და მახინჯაურში, ბენზეს დასახლებაში გვაქვს სასადილო, ლერმონტოვის ქუჩაზე და აღნიშნული სასადილო ტაბიძის 2 ნომერში. მაგალითად ბათუმის სასადილოს რამდენი ბენეფიციარი ყავს და ეს რიცხვი გაიზარდა თუ არა წინა წლებთან შედარებით? აი 2014 წელთან შედარებით გაზრდილია რიცხვი? გეტყვით ახლა, ესე იგი ამჟამად ჩვენ გვყავთ 3042 ბენეფიციარს ქალაქ ბათუმის მოსახლეობიდან. მე რომ მოვედი, ეს IP რო შეიქმნა, ჩვენ დაგვხვდა 2200 ბენეფიციარი. სექტემბრის თვეში განაცხადის მიხედვით ჩვენ დავამატეთ 400 ბენეფიციარი, იყო განცხადება ახალ 1 იანვრისთვის კიდე 400 ადამიანის და საკრებულოსა და ქალაქის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ეს ხალხი მთლიანად დავამატეთ აღნიშნულ წელს. მაინტერესებს ახალი წლის შემდეგ გაიზარდა თუ არა მოთხოვნილება, რამდენმა ადამიანმა მოგმართა დამატების სურვილი და რამდენად მოხდა მათი სურვილის დაკმაყოფილება? ახალი წლის შემდეგ ჯერჯერობით გვაქვს ერთი 130 განცხადება არის შემოსული. მოდის ხალხი ითხოვს უფასო კვებაში ჩასმას, მაგრამ ეს ასე არ ხდება, ამას უნდა მერიის გადაწყვეტილება, საკრებულოს გადაწყვეტილება და ალბათ ერთ-ორ თვეში ხალხის დამატება ასე ექსპრომტად ხალხის დამატება ჩვენთან არ ხდება. ეს გეგმიურად უნდა გაიწეროს და ალბათ დროს ჭირდება, ამაზე თანხები უნდა გამოიყოს, იმიტომ რომ თქვენ მოგეხსენებათ ლარი და 70 კი შეიძლება ცოტა თანხა ჩანდეს, მაგრამ წლიური ბიუჯეტი 1.800-ია. 500 კაცს დავამატებთ, გინდა-არ-გინდა 9 მილიონი ლარი უნდა გამოიყოს, სახსრები ინახოს და შემდეგ საკრებულომ დაამტკიცოს. პრობლემა იქნება კიდე იგი, რომ ტენდერები უნდა გამოცხადდეს საკვების მიღებაზე. ასე რომ იქნება განცხადებები, ქალაქის მერია მოწოდებულია, რომ გაჭირვებული ხალხი გამოგვეყოს. აი, მაგალითად, მიმდინარე წელს რამდენია პროგრამის ბიუჯეტი და გაიზარდა თუ შემცირდა ეს თანხა წინა წლებთან შედარებით? რა თქმა უნდა, გაიზარდა წინა წლებთან შედარებით, იმიტომ რომ ერთ ადამიანს მოგახსენეთ, რომ ლარი და 70 ადამიანი ემატება, იმას დღეში ლარი და 70 ემატება. შარშანი იყო 1.600.000, წელს არის 1.870.000. და ეხლა შეიძლება მაყურებელს ეგონოს, რომ ეს ამ დროისთვის გაიზარდა ამ უმწეობის რა არა,
არ არის ასე, რადგანაც სოციალურ ბაზაში ბათუმის მასშტაბით 2012-2010 წლებიდან მოდის 5000-6000 ადამიანი, რომელსაც ეს საკვები, 57,000 ქულამდე ამ პროგრამაში ჩასმის უფლება ჰქონდათ. მაგრამ არ ვიცი, ქალაქის ხელმძღვანელობა ვერ აკმაყოფილებდა ამდენ რაოდენობას. წელს მოხდა 3000 კაცის დაკმაყოფილება. ნახოთ წლის ბოლოს რა იქნება. მე როგორც ვთქვი, თქვენთან არსებობს ჟურნალი, სადაც შენიშვნის ჩაწერა შეუძლიათ ბენეფიციარებს. რამდენად გამოყენებადია ეს ჟურნალები და თქვა შენიშვნის შემთხვევაში რა რეაგირებას ახდეთ თქვენ? შენიშვნა ახლა თქვენ თვითონ ხომ ნახეთ, უმეტესობა მადლობის ჩანაწერებია გაკეთებული, იმიტომ რომ როგორც თქვენ თვითონ შეამოწმეთ, პროდუქტი კარგი შემოდის, სუფთად ბრძანდება, ბენეფიციარები უკმაყოფილოები არ არიან. ნუ რაღაცა თუ არ ყოფილი დაფიქსირდა, იმაზე ვაკეთებთ რეაგირებას და რა ვიცი, ახლა არ ვიტრაბახებ, მაგრამ ჩემი ტელეფონი მაქვს სადილოში და რომელიმე უკმაყოფილო ბენეფიციარი რაიმე უკმაყოფილო თუ მიდეკავ პირდაპირ და ვახდები რეაგირებას. მაგრამ აი ჩვენ თანამშრომლები მოწოდებული არიან, რომ ის ვისაც უჭირს ალბათ რადგანაც საკვებისთვის კაცი მოდის, იგი გამოკვებონ და უკმაყოფილი გამოშვება. დიახ, როგორ ხდება ბენეფიციარების დამატება? ანუ ვის უნდა მიმართოს ადამიანმა და ვთქვათ განაცხადის რამდენ ხანში ხდება განაცხადის განხილვა შეტანის შემდეგ? მოგახსენებთ, ესე იგი, ჯერ უნდა მოიტანოს სოციალური სააგენტოდან ამონაწერი ქულების 0-დან 57,000 ქულამდე ეკუთვნის, ვისაც აქვსარეიტინგო ქულა მინიჭებული, იგი იმას ეკუთვნის ამ პროგრამის სარგებლობა. ჩვენ საკრებულოს მე დამტკიცებულ პროგრამაში კიდევ გვიწერია, რომ პირველ რიგში უნდა დავაკმაყოფილოთ 38,000 ქულამდე, ვისაც აქვსარეიტინგო ქულა. არაფერი მოაქვს ქულების ამონაწერი, პასპორტის ქსეროასლის ვაკეთებთ, ჯავახიშვილის 4-ში მდებარეობს ჩვენი ოფისი, წერენ განცხადებას. თვეში ერთჯერ ხდება ამბაზების გადამოწმება, ვიღაცა თუ ამოვიდა, იმის მაგივრად ვსვამთ, ვინც რიგშია. არის კიდე ასეთი შიგნით გვაქვს დაწესებული, არის ადამიანი, რომ ალბათ ან ბათუმში რო არ ცხოვრობს, ან 10-15 დღე თუ აღარ მოდის და არ მიაქვს მისი კუთვნილი საკვები, იმასაც ვიღებთ წიდან, იმის მაგივრად, ვინც რიგშია, იმას ვსვამთ და ასე ხდება განახლება. ბატონო ბადრო, თქვენ ახსენეთ, რომ დაემატა მეორე პროგრამა, ითვალისწინებს უმწეო ადამიანის თავშესაფარს, როგორც ვიცით, აი რამდენი ადამიანი სარგებლობს, თქვა დღეს ამ თავშესაფრით? მოგეხსენა აღნიშნული თავშესაფარი მდებარეობს ვარშავანგის 74-ში, ეს ყოფილი ბავშვთა სახლი როა, ურიახის ბავშვთა სახლი ეძახიან. დღესდღეობით სარგებლობს 27 ბენეფიციარი. ესე იგი, ჩვენი პროგრამა რას ითვალისწინებს? საპატრულო ეკიპაჟის მიერ მოყვანილი ქუჩაში ადამიანს, რომელსაც ღამის გასათევი არ აქვს, მოყავთ ჩვენთან. ჩვენ, ესე იგი, გვაქვს, აბანო თავისთავად რომ მოიწესრიგოს ადამიანმა თავი, გვყავს ღამის ექნები, პირველად ჯანდაცვის დახმარებას უწევთ, ვაძლევთ სუფთა საწოლს, ვაძლევთ სუფთა მეორად ან საწმელს. არის ორჯერადი კვება, დილის, საოცმე და საღამოს ვახშამი. ეს ადამიანები საღამოს 7 საათზე მოდიან, ათევენ ღამეს, დილის 10 საათზე გადიან. და ანუ ამ პირობებში ცხოვრობენ და რა პრინციპით ხდება დამატება ამ პროგრამაში? დამატება გითხარით, პროგრამა დღესდღეობით გაწერილია 45 ბენეფიციარზე, იმიტომ რომ ასე გვაქვს გათვლილი, რომ 45 ადამიანი შეიძლება იყოს, ვინც უსახკაროა. ეკიპაჟი, როგორც მოგიყვან საპატრულო ეკიპაჟი, მოყვანისთანავე ხდება ამ ადამიანების მიღება. უბრალოდ საპატრულო ეკიპაჟმა უნდა გააკეთოს იდენტიფიცირება, რომ ამ ადამიანს ნამდვილად არ აქვს სახლი კარი. გასაგებია, მადლობა ბატონო ბადრი მობრძანებისთვის. მე კი შეგახსენებთ, რომ ეს იყო გადაცემა შეუზღუდავი სივრცე, რომელიც თავისუფალ ჟურნალისტთა სასახლის ორგანიზებითა და ნედის მხარდაჭერით მზადდება. მე კი იმის წამყვანი ანი დოლიძე ვარ.